I'm German homelos, I drink coffee and I know things. მე-19 ეპიზოდის თემა არის რა არის სახელმწიფო. ნამდვილი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ეგოიზმიდან თლიანად ამოსვლის გარეშე არ ხდება და ვერ ხდება. როგორ უსიამოვნოდაც არ უნდა ჟღერდეს ზოგიერთი ფულის და ძალაუფლების მოყვარულებისთვის ეს. სწორედ ამ გადამეტებულად ამასრაზენი ეგოიზმის გამო არ უმართლებს საქართველოს და მისნაირ ქვეყნებს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე და არის ასე გაჩერებული ერთ წერტილზე, ათეულობით წელი. ყველა ფიქრობს სადაც და რაც კი საშუალება მიეცემა, ბევრი ფული დააგროვოს. ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველებაო, ეს ცხოვრება ნაკლებისთვისაო, მხოლოდ გამორჩენაზე თუ არ იქნები არაფერი გამოვაო. არადა სხვებზე ფიქრს თუ დავიწყებთ, უფრო მეტი ფულის შოვნას შევძლებთ რეალურად. რაც მეც გასცემ, მეც იღებ. გაცემაში ფული არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, მხოლოდ არამედ თანაგრძნობის უნარი. სხვებზეც რომ იფიქრებ, შენზეც იფიქრებენ და ასე ყველა რომ ერთმანეთს გაუფრთხილდება და აგდებულად არ მოექცევა, ერთი დიდი ნაბიჯით წინ გადავა ქვეყანა და მისი განვითარების გზა უფრო ნათელი იქნება. საქართველო არ არის სახელმწიფო დღეს და რატომ არ არის? რა სულელები ვართ? ნიჭი არა გვაქვს, ძალა არა გვაქვს, მიწები არ გვაქვს. რა ხრიო უდაბნოში ვართ? ზღვაც კი გვაქვს. რამდენ ქვეყანას არ აქვს ზღვა, ნაყოფიერი მიწები, მდინარეები. ჩვენ კიდევ გვაქვს და არ ვაფასებთ. სხვებს არ აქვთ, ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს ეს სიმდიდრე. რატომ ვერ ვითარდებით კულტურის სფეროში? რა ნიჭიერი ხელოვანები არ აკვავს? რა არ შეგვიძლია? ბოლოს და ბოლოს ისეთი მაგრები ვართ ამდენ და ასეთ დაუნდობელ ბრძოლას გავუძელით ეშმაკთან, რომელსაც ჩვენი გაქრობა ასე ძალიან უნდოდა და დღემდე მოვედით. რამდენი ერები და ცივილიზაციები განადგურდა. ჩვენ კი დღემდე მოვედით, ჩვენი ენით, ჩვენი მიწით. სადღაც კარვებით კი არ დავდივართ, უსამშობლოდ და უმიწოდ, აქეთ-იქით. აი, საერთოდ ყველაფერი გვაქვს. უნიჭიერესია ქართველი. არანორმალურად ნიჭიერია ქართველი ერი. რასა? მე ვიტყვი რომ რასა ვართ კი. კაცო, თუ ყველაფერი გვაქვს და ნიჭიც, ესეც, ისიც, მაშინ რაღა გვიჭირს, რაღა გვაკლია ეს ერთი. რა არის ასეთი ძლიერი ეს ერთი რაღაც? რაც გვიშლის რომ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ. თანაგრძნობის და გვერდში დგომის უნარი, ერთიანობის, შეგნებულობის გააზრება. სულ გარედან ველით დახმარებას ადრეც, საუკუნეების წინაც და ახლაც. სულ გარედან ველით შველას, იმას, ამას. არავინ დაგხმარებია გარედან არასოდეს. აი, ამასაც ვერ ვხედავთ, რომ გარედან არასდროს არავინ არ დაგხმარებია. საქართველოს და ქართველ ერს მეგობარი არასდროს არ ყოლია, არასდროს. ის ოქროს ხანა, დავითი, თამარი და გიორგი რომ ყავს გასახსენებლად და ძალიან რომ ვამაყობთ, რით მიაღწიეს იმ ოქროს ხანას? როცა მართლა იყო საქართველოს სახელმწიფო, როგორ მივიდნენ ამ დონემდე, შეკრულ სახელმწიფომდე როგორ მივიდნენ? ერთმანეთის დახმარების, გაგების, თანაგრძნობის გამოჩენით, რომ ჩვენი დამხმარე გარედან არავინაა და მოდი ერთმანეთს შევუწყოთ ხელი. გადავდოთ გვერდით ეს ჯიბრი და გადამეტებული სიამაყე. ხომ ხედავთ რომ არ გამოდის ამ ჯდომით და უცხოს დახმარების ლოდინით საქმე. ჩვენი თავი ჩვენად უგაყუდნესო, როგორც ილიამ თქვა. ეს ჯიბრი და სიამაყე ჩემშიც არის და სულ გამუდმებით ვებრძვი. და ასე უნდა ვებრძოლოთ ყველამ. ასეთი ჯიბრი რომ
მოუსდგამს, იმიტომაც ყავს მართლობაში სულ ისეთი ხალხი, რომელიც ყველაფერს გვიბედავს და ისეთები ყავს საქართველოს და თავისიანები საერთოდ რომ არ უყვართ. ეს ჩვენი ბრალია, ერის ბრალია. რაღაც ერთი-ორი ადამიანის ბრალი კი არა, მთლიანად ერის. რა დამოკიდებულებასაც გასცემ, იმას იღებ, ის გიბრუნდება ადრე თუ გვიან. რა არის სახელმწიფო? რა არის და შეგნებული ეგოიზმისგან დაცლილი თანამგრძნობი ადამიანების ერთობა, რასაც შემდეგ მოჰყვება ეკონომიკური წარმატებაც და სხვა ყველა მატერიალური თუ სულიერი სიკეთეები. ადამიანი ჯიბრისთვის და ეგოიზმისთვის არაა შექმნილი. სიყვარულისა და მეგობრობისთვისაა შექმნილი.